გადაცემის პარტნიორია EcoFlow. დამუხტე ელექტრომოწყობილობები და საოჯახო ტექნიკა სახლში დენის გათიშვისას EcoFlow-ს პორტატული ელექტროსადგურის გამოყენებით. დიდრები უნივერსიტეტს არჩევენ. ხო. არა ბიჭო, გადასახადს მნიშვნელობა არა აქვს, ხო იცი, მთავარია ბავშვს უნდოდეს. ხო, ნახოთ აბა. აი ხა მოვა ჩემი დაქალი და ერთად გავივლით უნივერსიტეტებს, სადაც უნდა ისწავლონ ჩვენმა შვილებმა. ხო, კაი, გაგაგებინებ ხო აბა რას ვიზამ. ხო. კაი. აი სა მელანია მომიკითხე ჩამიკოცნე. მოდი. აუ გონგო. როგორ ხარ? კარგად, ჩემო სიყვარულო. აუ ასე აქედან. და გაციებული ვარ. აი არა უშავს მოდი. საშვები. რავი, შერაშვები. ვინ იყო? ხوار მოგაცდი. არა, ეხა გაუთიშე ტრამპი იყო. რა ვაიმე, ხო შემაწუხა უკვე ამ კაცმა თან რო იწყებს ლაპარაკს, ხო აღარ ჩერდება არასოდეს. ჩემი ყოველ დილით ეგ იდიოტი მაღვიძებს. ნუ დავიღალე, ხო რო არ პასუხობ. რაღაცო მეტენები, ხო? შემეშვი რა და მიხედეში. ნუ ენერგოვამპირია, ეკაცი მე დავასკვენი. ენერგოვამპირი, ხო. გოგო, თარას ფიქრობ, იცი, მაგას ხო ჩემი ქმრის დიდი ვალი აქვს. ხო. ხო და ეთყობა ესე ხშირად რომ ირეკავს რაღაცა გამოსავალს ეძებს, ეთყობა ვერ უბრუნებს ჯერ იმპულს რა და აი რაღაცაირად მეტენება რომ აი სწავლაში დაგეხმარები უნივერსიტეტებში რაღაცა მოძიებაში აი ესე მში რა გჭირს ახლა მაგის დასახმარებელი ხალხს მიხედოს მაგას ის ურჩევნია პრეზიდენტობა რომ მომინდომა ჩემო კარგო ესე არ ხდება ყავას ხო დალევ აუ კი რაღაც გემრიელობას დავლევ. კაი, მაშინ გამოვიძახებ. არა, მოიცა გამოძახებული, რა თმინდა, როდის ისმოვა კაცო. არა, ნახე, ეხა მე გამოვიძახებ ბრაზილიიდან ყავას და დრონით და ცხელი ქვიშით მოიტანენ. აი რა. აუ მაშინ მინდა კი, დრონით და ცხელი ქვიშა მაინც რაღაცნაირია. გოგო, შენი რა შვრება, რა გადაწყვიტა, ანუ რაზე აბარებს? ხო, მეც მაგას არ ვეუბნები, რაზე აბარებს? აი, რა თუ უნდა რომ აბარებს საერთოდ? აი, რატო კაცო? არა, მოიცა, სხვა რაღაც კითხე. რა მკითხე, აბა? ანუ რა ფაკულტეტზე აბარებს თქო? ეგ მკითხე, მეთქი რაზე აბარებს, რა თუ უნდა? არა. ანუ, იცი რა, ჩემი აბარებს მილიარდერ მცოდნეობაზე. კაი რა. მოიცა, ეგ რა ფაკულტეტია, ანუ ვერ მივხვდი. იცი რა, ეს ფაკულტეტი არ არსებობდა სპეციალურად ჩემი შვილისთვის იქმნება წელს უკვე. პირველად აქედან უკვე იარსებებს. ეთყობა რაღაც კარგია. დასაკვირველია, უკარგესი შენი სადაბარებს. გოგო, ჩემსას უნდა ძალიან დედიკო სამედიცინო. აი და მეთქი დედიკო რაზე ლაპარაკით, ხო და აი მთელი აბიტურიენტობა იმასთან აქვია ექიმ ჰაუსთან ვამზადებდი. გადარეულია ბავშვი რა. მოიცა ერთი წუთით, ექიმი ჰაუსი არ არის მართლა ექიმი, მსახიობია. ვიცი საყვარელო, უბრალოდ იმდენი გადაუხადე, თან ხარო ექიმი გახდა და მოკიდა ჩემ ბავშვს ხელი და გაზარდა. ხა ყველაფერია, ხო. იცი რა, შენი შვილი თუ გაყვება, ყველაფერი გამოუვა. ბაი მე არაფერს რომ ცარ გაყვეს, ისედაც ყველაფერი გამოუვა ენაცვალოს და ისეთი ნიჭიერია ახლა, შენ იცი ეგ ამბავი. გოგო, და ეს სამედიცინოზე რომელ უნივერსიტეტში აბარებს? ხუსკივაძეში. ხუსკივაძეში? ხო. აი ეგ რომელია? ყოფილი კემბრიჯი. ანუ ჩემ მეუღლემ რო იყიდა, მერე გადააკეთა სახელი. ხო, აბა რა ახლა, კაი, ხო. ილიაუნში ხო არ ვასწავლი ბავშვს, გამაღლია, ილიაუნი. გეხვეწები. გადაო, ბრა ილიაუნი. კაცი რო 20 ლარიანზე ახატია, იმის არც უნივერსიტეტი მინდა და არც მოაშორი აქედან გაარგე, კაცო. შემოდი.
მოდი. როგორ ახარ? კარგად, შენ რა შვები, როგორ ახარ? მოდი დაგვიჯექი. ბავშვზე ნერვიულობ ცოტა ჩემსაზე. რატო? ჩაბარებს მოხდება, არ მოხდება. აი რა. ძალიან ნერვიულია. ანუ თქვენთან ეგეთი რაღაცები ხდება? ანუ შეიძლება ვერ მოხდეს ბავშვი სადმე? ჩვენთან ესეთები ხდება კი შეიძლება ჩაიჭრას და ვერ მოხდეს. აი გული დამეწვა. ყავას ხო დალევ? კი დავლევთ. აღონ თურქული მაქვს მარტო. იყოს. ხო, კაი, ვეთქვი გაგიკეთებენ. ხო, თქვენ რა ქენით? მოიფიქრეთ, სად ისწავლიან თქვენი შვილები? რა ვიცი, რაღაცეები არის რა, მაგრამ საერთოდ ისეც ვიფიქრე, რომ ჩემმა შვილმა საერთოდ რო არ ჩააბაროს. როგორ კაცო, ეგ როგორ? აი პირდაპირ ბიზნესი დაიწყოს რა. აი ილონ მასკი გვეხვეწება. ჩამოვიდესო ჩემამდეო და ჩემთან იმუშაოსო, მაგრამ აი ჩემი ლუკა ფეხებს ფშიკავს, არჩავალ. რატო კაცო, რატო ფშიკავს? რატო ფშიკავს და რაც ტესლას გაყიდვები დავარდა, ხო იცი, აქციებიც, ფასებიც დავარდა, მე მაგ გაღატაკებულ კომპანიაში არ ვიმუშავებო და ვერც ვედავები ბავშვს, მართალია რა. ილონმა უთხრა თან ილონ მასკი. რეკავს ყოველდღე ტრამპი. ანუ საერთოდ ბავშვებს რას გაუგებ გოგო? ეგ კი არა, ჩემა გადაწყვიტა ეს რატომღაც მუსიკოსობა. კაი, ერთი პერიოდი მახსოვს. ატაცებული ქონდა, აჟიტირებული იყო ბავშვი და მასწავლებელმა უთხრა შენ რაც არ უნდა გააკეთო და რაც არ უნდა მოინდომო, შვილო ყველაფერი გამოგირაო. ნუ უნივერსალური რაღაც საოცარი ნიჭის პატრონია შენ. და ვისთან დაყავდა მუსიკაზე შემახსენე? ელტონ ჯონთან დამყავს ახლა. ანუ შენ დაყავს? ეთყობა ცოტა სუხდი, იმიტომ რომ ჩემთან დადის თვითონ ელტონ ჯონი. აი ესე მოდის ელტონ ჯონი და ეს ჩემი რა შვება არის, იცი რა მაღვალაკი ბავშვია. მარტო თუ ასახში კარებს არ უღებს და ამხელა გზაზე ჩამოსულ კაცს აბრუნებს და უკან მიდის ისე. ხო, ეს ერთი პერიოდი გინდა თუ არა სასულიერო აკადემიაში უნდა ჩავაბარო, ჩემს ქონდა ამოჩემებული. მე რა ქენი? ხო და რა ვიცი, გადავაფიქრებინე. აი, რატო ბავშვის სურვილი თუ იყო, კაცო? მე ვატიკანისთვის მეწოდება ბავშვი. აუ გეთანხმები რა. ცოტა მძიმეა. შენთან ყავდეს? ცოტა მძიმეა, ხო. მე რა ვიცი. რაღაცის თქმა გინდა? ხო, ჩემმა იქნებ ჩააბაროს კაცო, აი გპ-ში რომ მოხდეს, კარგი იქნებოდა. რაო? რაშიო? სად? გპ-ი, ხო, გპ-ი. ეს რამე ის არის? დაცვის კომპანია, რამე გპ-ი, security? არა, კაცო, უნივერსიტეტი. მოიცა ერთი წამით გპ-ი, ანუ 300-იანში რა უნდა ისწავლოს ბავშვმა, რა უხერხული. საერთოდ რა არის იცით ახლა? მე ამ სწავლის იდეას ვერ ვხვდები რა. ანუ ბავშვმა რატო უნდა ისწავლოს, რომ მე იმუშაოს და ფული აიღოს? ნუ საზოგადოებრივ ამიტომ სწავლობენ ხო ადამიანები. ხო, მაგრამ რატო ვერ ვხვდები? ანუ თუ ბავშვს ფული აქვს, რაღაცა უნდა ისწავლოს და რატო უნდა დაკარგოს დრო, ხო? ეხლა ჯობია რომ ამდენი ფული გადავიხადო, რომ ანუ სოფლიოში არავინ აღარ ისწავლოს და მარტო ჩემი შვილი ჩანდეს, მარტო ჩემი შვილი იყოს განათლებული. ანუ ესეც შეიძლება. მე იმდენი შემიძლია გადავიხადო, რომ თელს, რა ვიცი, გალაქტიკაში მარტო ჩემი შვილი იყოს განათლებული. ესეც დაუშვე. აი, ეხლა აღარ გვიდა მაღაზი ჩაღრმავება გეხვეწება ეს. რაღაცის თქმა გინდა შენ საყვარელო რაო? ანუ რა გადაწყვიტეთ ბოლო-ბოლო? სადაბარებინებ? იცი რა, თავიდან შენთვისაც არ მithქვამს, თავიდან გვინდოდა რომ რაღაც განსხვავებულში ჩაებარებინა, რა თქმა უნდა და ვიფიქრეთ რომ მარსზე აგვეშენებინა მაღალ ტექნოლოგიური რამე უნივერსიტეტი. მაგრამ მე შემეცოდა ბავშვი რა, ეხა ბარნოვიდან ეხა მარსზე ყოველდღე სიარული, რა ვიცი, ძალიან დამღლელი იქნებოდა ბავშვის და ბოლოს ჰარვარდი გადავწყვიტეთ. ანუ ჰარვარდი? ხო, ნუ რა ვიცი ახლა თუ არ გაქვს იმის საშუალება რომ ბავშვს ნორმალურად ასწავლო და განათლება მისცე, ნუ რამდენი გინდა დაგიმატებ ახლა. ანუ შეგიძლია თამამა დამიწეროთ. ანუ რეაქცია მე დაგიმატებ რომ ბავშვმა მეუბნები ეხლა რომ შენ რამე ფული მჭირდება რომ შენ დაგიმატებ ახლა შენ რა უნდა დამიმატო? იქნება არ გაქვს და ღარიბი ხარ და რა ვიცი მე ღარიბი. არა ხო შეიძლება მალავ ჩემო საყვარელო ხო ეგ არ არის
სამარცხვინო არ არის, რამდენი მილიონი რა ფულს თავაზობ, რომ შენი სართი ჭავლაში რაღაცა პომიდურის ჩითილებით გაკეთებული ფული უნდა დამიმატო მე. ვაი, ერთი წუთით შემოკარგო, ეხლა მართლა რა, ეხლა დიდი ხანი არა სოფლის ტალახი ჩამოიშორე კალოშიდან. ეხლა ნუ მათქმევინებ რა ყველაფერს რა. დაგიმატე ერთი წუთი გაჩუნდი, ეხლა დიდი ხანია, მაშინ რკინის ლახანკაში აღარ ბანაობ და კრუშკით არის ხამ წყალს და დიდი ხანია თავზე ძმარს აღარ ისხავ, რომ ეგ ქერწლი გაგიქროს. ეხლა რა თქვი? რა და ქერწლი გაგიქროს თქო, რა თქვი, არა გაკ. ეხლა შენ ქერწლი წამომაძა ხე ისე? მე ხო შენ გთხოვე რომ ჩემს ქერწლზე ეგრე აღარ მეხუმრო თქო. ხომ გენეტიკას აღარ შეეხო თქო, იმიტომ რომ მამა ჩემსაც ქერწლი ჭამდა. აი, ეხლა რა გითხარი ეგეთი? აი, დაწნარდი რა გითხარი? აი, მე შეკევ. აი, რა გითხარი ეხლა ეგეთი? ქერწლი ყველა ხონია, კაცო. ხომ რა ქერწლი არის დრო? რა ხდება გამაგებინე? აი დამშვიდი. კაი გადი. ეგენი არა. შენ გაგრია შენ. აი ხამდი არ გაჩუნდი თოღონას გეგორე მართლა დიდრები იყო თავად უყურერდი მე 12 საათზე ფეხი დამოდიხარ რომ ლიფტში 5 ლიტრი არ ჩააგდოთ და საერთოდ ლიფტის ფული და სადარბაზოს ფული გადასახდელა მაგისტრის შემოვედი რომ ეს არ არის ეხათმებით საწრე აი აქედა რამდენია გადასახდელი არის ძველი ბიჭი შვილს ართობს. ხო, ნუ მე რა დაგირეკავ მაგაზე, კარგი. ჩემ პატარა რა გჭირს, რატო ხარ მოწყენილი? მამა მითხრა დღეს მალე მოვა სახლში და გეთამაშებია. ვაიმე, ხო იცი რომ მოვა მე, მამაკა სულ ასრულებს პირობას, ჩემო პატარა. თან ეხლა მომისმინე, მამა უბრალო კაცი ხო არ არის? უბანში იმხელა პრესტიჟი აქვს, იმდენი საქმე აქვს, ეხლა ეს შეიძლება ვერ მოიცალოს, მაგრამ აუცილებლად მოვა, შენ არ მოიწყვინე ჩემო პატარა. რა იყო, დედი? ხო, ბიჭო. მე უთხარი ბიჭო, მაგასო ცხოველა თქვათო ძმაო ეგრე და всё, ბიჭო. არ მაინტერესებს, ბიჭო, მე ცხოველა რო სიტყვის ესე იგი ეგრე არის თქო და всё, ბიჭო, უთხარი მაგ გაყვარს, რომ გაიგოს, ბიჭო. რა? ხო და თუ არა ძმაო დავამტრევ ძვლებში, ბიჭო და მაგის ძვლებისგან გავაკეთებ კრიალოსაც, ბიჭო, ხო გაიგე? ხო და всё, ბიჭო, აქ აღარ დარეკოთ მეორე, ძმაო, მიხედეთ თქვენთო, ბიჭო. დავაი. მამა ჩუკი როგორ აყალე მამაჯო მა ხომ დაგავიწყერას დამპირის თალანობანა უნდა ვითამაშო და პირველი შეიხარჭა აბა რა მა კი ისმინდა მე ლირება უნდა გამიკეთო ჩემაცხოვება და შილაკი დაშვები მოდი ჯენი ბერია მამა ჯიგუჯი რა მაგარია ბიჭო ეს არის ხო მე მგონი ეს არის ზბაითე ბიჭო ცოტა მიტყდება რა გიტყვი ბიჭო შოვლები ტიპი ხო არა ამ ხელა ავტორიტეტი კაცია და სახში რო ვადგებით არ ტეხავს ბიჭო რა ტეხავს ძმაო ეხა მთავანი არის მთავანი ძმაო და ამისი მეზობელია ეს ლევანა ვისაც მოსაცემი აქვს და ეს არის ავტორიტეტი ტიპი ეხა და ამას თავზე ვერ გადავახტები ბრატ და მოსულები ვართ და რა გინდა ეხა შენ ო არაფერი რა ვიცი არაფერი და გამარჯობა დეიდა. ცხოველა სახშია? ცხოველა ვარ ბიჭო. მოიცა ცხოველა შენ ახარ ძმა? ხო ცხოველა ვარ, რა ხდება? რა არის ბიჭო? ბოდიში ერთსამ. ბიჭო შენ მითხარი ავტორიტეტი ტიპია და ეს რო გამოდის უბასატრიარებს და ყველა ფეხზე დგებაო შენ არ მებაზე რა სეგავს? ფეხზე ადგება შეშევა ნახე რა ლამაზია. ოი ბიჭო გაგაცინებს ერთი წამი არ გაგვიგოს მე უბრალო ტიპი კი არა. უაი მამაჯი. ხო ცხოველა ანუ რა არის ბიჭო ეხა კიდე დიდი ხანი გელოდო თუ რამდენი უნდა ილაპარაკოთ ვერ გავიგე სახში მომაკითხეთ значит რაღაც სერიოზულია ხო და დავაი რა ხდება თქვა ბიჭო ბიჭო ცხოველი გეტყვი ეხა რა თემა არის დავაი გისმენთ ლევანა რო არის შენი მეზობელი მაგას აქ რაღაცა ფული მოსატანი რა და ეხა ისი არ მინდა რომ გამომივიდეს პატარა ბაცანა ბიჭი არა ვარ კაროჩე რა შენთან ამოვედი ავტორიტეტი ტიპი ხარ და თავზე ვერ გადაგახტები და
ვინ არ ვეკფული ისე მოვაგვაროთ, რომ ჩვენამდე მოვიდეს სწორად რა ხო ხდება. მომისმინე კაი კაცი ხარ, ბიჭო და ჯიგარი ხარ, რომ მოხვედი და იმენა რომ თავზე არ უნდა გადამახტე, იასტე ეგრე უნდა იყოს და ლევანა ბიჭო, ლევანა არის იმენა ჩემი ბავშვობის ძმა და ჩემი ბავშვობის ძმაკაცია ძმაო და უეჭველი მოიტანს. იმიტომ რომ ლევანა კაი ტიპია ძმაო. გამიგედა, ვაფშე არ ინერვიულობთ რა. უეჭველი მოიტანს ძმაო ლევანა. უეჭველი მოიტანს, მაგრამ რო თქოს არაო. არაო? აი არაო. ლევამატყუ არაო, ისა იზვინი რა არაო, ძმაო ლევანა იმენა მაგარი ტიპია, ძმაო გეუნები, კაი ტიპია მეთქი და ბავშვობიდან იმენა ვიცნობ, ძმაო მაგას და უეჭველი მომტანია მეთქი გეუნები, ძმაო რომ უეჭველი მოიტანს, ბიჭო. როდის ცხოვრე? ამათ უყურე. მიდი ძმაო, ბაზარი არ არის, ერთი წამი კი არა, ვის არ მოდიხართ, ბიჭო, თავიდანვე ადზე მოდით და ვაფშე რა უნდა იყოს. დაო, მამაი ბაჯუნა. ბიჭო, დაატო. მოვა, ორი თვით მოვა. პომადა უსვია. არა ბიჭო, რა პომადა უსვია, ზმო შანსი არ არის ახლა. შეხედე, შეჩემო პომადა უსვია, თან წითელი. ბიჭო, უეჭველი გაციებულია და მაგ პონჩ სიცხის პონჩი ტუჩები გაუწითდა ბრატ, რასა პომადა უსვია ბიჭო. შეხედე, ბიჭო, ლოყებზე ისე ჭყიალები აყრია შეშე. ბიჭო, შეიძლება ვიღაცა გეიტი ფსახეში ჩაარტყა და გადაედო რას ამბობ, ჭყიალები. ბიჭო, შეგიყვარდა თუ რატო იცავ, შეჩემო რა. რა შემიყვარდა? აბა რა ყველაფერზე საწინააღმდეგო მითხარი. და რა საკვირდები მე საქმეზე, საქმეზე ვარ მოსული ბიჭო, რა უბერავ. აგიდე დიდი ხანი გელოდო თუ რა არის ბიჭო? ისა ხოლმე ესა ლევანაზე რა არ მინდა რომ რამე ცუდი მოხდეს რა ხო და მინდა რომ შენ იყო რა მის ყველაფრის შუაში რა ბიჭო ცუდი ადრეც იყო რაღაც თემები ვიცი ადრე რაც იყო ბიჭო და მახსოვს მაო კარგად მახსოვს მაგრამ მაშინ რა იყო იცი ბიჭო პროსტა ჩემიდან ძმაო სხვანაირად არ გამოდიოდა ბრატ ხო გამიგე რა იმენა გითხარი რომ ლევანა ჩემი პატარა იმენა ბავშვობის ძმაკაცია ძმაო და მე მაშინ სხვანაირად ვერ მოვიქცევ აი შენ მითხარი ძმაო ეხა იმენა ჩესნად მითხარი შენ ჩემ ადგილას რა სიზავდი ძმაო აი როგორ მოიქცეოდი ბრატ გითხრა ხო მითხარი ძმაო შენ ჩემ ადგილას როგორ მოიქცეოდი ძმაო არ გეწყინება რა უნდა მეწყინოს ბიჭო დავაი გამოუშვი ძმაო აბა შენ რა სიზავდი ჩემ ადგილას ბიჭო მაგ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვიცი მაგრამ ცოტა თვალებს შორის კონტურებს დავიმატებდი და ჩხილებზე შილაც გავუკეთებდი რომ წითელს რა რომ თუ ავტორიტეტი ო ბიჭო ისე მეც რა ჩხილაზე შილა შე ბიჭო ჩემი ვიცელაპარაკები ბიჭო ვარში აზე ხარ ბიჭო აქ როა შილადი კი არა გაგიხეთქავ ვაკავ შეახواრო ხო ერთი წამი გაკვირდები ძმა აგერ ნამეტანი შეურაცხყოფებზე გადადიხარ ეგრე არ ხდება ბრატ რა მე შენთან ამოვედი პატივს გძენ ძმაო და მინდა რომ ავტორიტეტი ტიპი ხარ და ცოტა ისე გადაწყვიტო და გამოხვედი ძმაო ჯერ ახლა პომადა გისვია ჭყიალების სახეს და რა ავტორიტეტი ხარ თუ მამიდა ხარ ვინმეს თუ ვინ არის ბიჭო მამიდა ვინ არის მეთქი მამიდა შეახواრო შენ ბიჭო გაგხენ შუაზე მოდი რა ერთი წუთი ეხავე მამაი პერია მომდივარ აქ იყო ბიჭო ბავშვმა რამე არ გაიგო სწორედ თქვენ აქ გახსევთ სახე მომდივარ მამაჯო აბა კაკუ მოვედი მამაი ვერა შენ კიდე ბიჭო რა ჭყილებს დავიმატებდი შენ ხო არ უბერა რეებს ეგუნები ამ ხელაკას რანაირად გამოიყურება შეჩა ვერ უყურე რანაირად გამოიყურება ბიჭო რა უნდა მოაგვარო შეჩა რა უნდა მო ბიჭო ამ ხელაკაცია რა პომადას და შილაკებს დავიმატებდი შენ ხო არ უბერა ხო და გეთქვა მაშინ შენ რამე შეჩემ რა მეთქვა ბიჭო გამოხვედი და შენ ადგილზე იცი რა სუზავდი ა წარბებში დავიმატებდი და შილაკებს გავიკეთებდი ხო არ უბერავ შენ ბიჭო რა ცოტა ხმადაბლა ბიჭო თქვენ არ გითხარით ერთხელ გასაგება რა გაცინებს ბიჭო შენ რა გაცინებს ბიჭო რა ვიცი პირველად მაგაჩავის კურდღელი რა ვიცი კურდღელი კი არა ბიჭო აუ პროსტა ეხა ბავშვი არ მეძახდეს დაგიმტრევდით მუხზეთ გვიახრებ დავაი ბიჭო ხმარ გავიგო მეთქი წყნარად იყავით აქ თორე თქვენ ბაჭი გაიგო რა ნემუქრები ძმაო ვერ გავიგო ვინა რა გინდა შენ ბიჭო რა გინდა ძმაო დაანებე თავი როგორ უნდა გამოვიდეს ბიჭო შენ ხო არ უბერავ ძმაო და კურდღელი მემუქრება ბიჭო შენ ხო არ უბერავ თო ბიჭო არ გეცინება ახლა მომდიარ შევა მარა რა გინდა შეში რა ძმა აი ბიჭო არ შეშვებული ვარ რა ბიჭო ვის მაგონებს იცი არ გაგიტყვე დეიდა შეზგავს მაგრას დალი ზუსტად ეგრე ყოლები ჩახ აბა მოვიდაო ყინული დედოფალი მოვიდაო რა გინდა თქი მართლა რა გინდა თქ ჩემი დედა კიდე აქ ხართ ბიჭო თქვენ ხო გითხარით ბიჭო აქ არ გაჩერდათ მეთქი დავაი ხა აქედა ბიჭო მოუსას უყელავე დავაი მეთქი ბიჭო ბავშვი ერვას ბაზარი არ არის ხოვე წავარც მაო პროსტა იმენა ძალიან მაგარი კაბაგაცვია რა შენ ძმობას გებსევ სერიოზულად გეუბნები ძმაო ბავშვს აქ ერთ კვირაში ზეიმე რა შეიძლება დამითრიო მე რეკაბა აუ ესეთები მაქვს სხვადასხვა სხვათაშორის ერთი მაქვს წითელი ეს შავი ფლებით არის მეორე მაქვს ესეთ შავი ესე დიდი ბაფთა აქვს ესე რა რა ძალიან კაი მიდი აბა დატრიალდი ერთი რა შენ ბიჭო
რა დავტრიალდე ჩემი რა დავტრიალდე ბიჭო ვისთან ახარ მოსული დაგავიწო და ბიჭო ბიჭო გიო ანონს ვერ ვაცინებ ვერაფრით გარეთ უნდა გამოსვლა და გეხვეწები ცოტა სიტყვები აკონტროლეთ ხო იმიტომ რომ ბავშვია ეხლა მომისმინეთ ბიჭო რას ვაკეთებ კი არა ბიჭო და ბავშვი რასაც გეტყვით გააკეთებ ყველა მოგაიგე ბიჭო ყველაფერს გააკეთებ და ვაფშე ბიჭო რა მოგიყვანე ბიჭო პეპლები ვარ პეპლები ვარ და იფარ ბატეს ბიჭო დავარ სამი დღის სოფლები ზადივა შედის აქ. შეპატატდით მოდი. იფრინეთ ბიჭო თქვენი მენა აკრებოთ. ბიჭო ლევანასთან უნდა ავსულიყო. წამო ბიჭო ლევანასთან. სტუდენტი და მასზე უფროსი შეყვარება. დავიდეთ ბიჭები რა ამედას. ეხლა შენ კიდე რა არის თემური. გოგო რა არის ახლა კაცმა დაგპატიჟოთ ახლა სიცხვილია რო არ მივიდე. ხო შეიძლება ერთხელ ჩემ აბა, ჩემი ბიზია. დაშოვით ავახალ. შედაშვები კაცის კაცო. ვიცი ასე. რა არის შვილო, ფერი არ გაქვს, რა ხდება? მნიშვნელოვანეს საკითხზე უნდა დაგელაპარაკოთ, ახლა ჩემო დეიდა და ჩემო ბიზია. კაი რა არის დეიდა, ნუ მაშინებ ახლა. ახლა მე დარეკილი მაქვს უკვე, ჩემი ცხოვრების სიყვარულთან, ჩემი მიჯნურთან, ჩემ გულისტორთან, ჩემ თამუნიასთან, ჩემო დეიდა და უნდა ამევიდეს ჩემი შეყვარებული, უნდა გაგაცდა და აბა, უხშეგივე შემამაძაღდო, ამას შეხედე. აბა რა, მიდიქოლო დაპრიალდი ახლა ძალთან არ შევწყვეთ, გამზადე ყველაფერი აჩატებ. მიდი ახლა პირი მოიწეს, დაიბანე ცოტა რაღაცა წვერი გაიყავე. ვაიმე რა. აბა შეხედე ძალიო, აბა რა, კაცი, მაგას ვენაცვალე მე. მიდი კარებზე, ოხ. აქ ეხა ამბავი უი გამარჯობა რიჩემი ძლია დაგეხმაროთ პირდაპირ გეტყვით რომ კალენდარი არ მინდა 10 წელი ვიყიდე და ლიფტის ფული დადებული მაქვს ნორასთან არის ბეშთის სართულზე არა ირაკლი აქ ცხოვრობს დიახ კი მოდი უკვე თამონია დაიდა შემოდი ფექსი არ გაიხადა ვიცოდა ჩვენები ვახსო ყველა მოდი დაჯექიალე მოდი დაჯექი დაჯექიაგე გამეიწია ჩემო დაიდა ვაი მოდი აქ დამ კაი დაჯექი ახლა ჩემო დაიდა და ჩემო ბიძია ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე ცოტა იფიქრე შვილო აშკარა ხო და რო ვიფიქრე სანამდე უნდა ვიარო ასე მარტო კაკალასავით იაკესავი თქვა და მე ვიყვანი აგერ დუშაში ვიდგოგო არ ნახე აი მე მოდი ბიძი ისა შენ ოჯახი შექმნა გინდა თუ კარების აღება აი მე რაღაცინებს გამაგებია ჩეჩეტი სულელი გამაცინებს კი არა მიდი გოგო დატრიალდი რაღაცა შევთავაზოთ ხარ რა შევთავაზო ამას რა შევთავაზო მე ჩაი ყავა კარტოფილი რა ვიცი 1000 რაღაცა ირაკლი ხო დაიდა ბიძი მოდი აქ შვილო რამდენი წლის არის ეს ქალი დეიდა არ ვიცი დაიდა ქალბატონებს ასაკს არ ეკითხებიან არ მეკითხი არც არ ეკითხებიან მოსახდელი მოხდა პაპა ხა ვერ გეტყვი მე შენ მაგას ჩემი პირადი ცხოვრება არის მოხდა მეთქი ვაიმე მოხდა იმედია ეხლა მოდი აქ იმედია ცოლად მოყვანას არაპირებ თორე კანტონი ჯავშუა რას ლაპარაკობ ჩემო მაგი არის უკვე გადაწყვეტილი ამბავი სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვიყოთ ერთად გეიგე ვაიმე რა გავაკეთო მაქსიმუმ 2 წელი იყვნენ ერთად და აცადე ცოტა ხანი ბიჭმა დაახარო თავისია მე 2 წელი და всё ой შენ იდიოტო შენ უარეს ბიძი მოდი მოდი ხა ბიჭო რა მოგეწონა ამ ქალში არა რაც მოგეწონა კი ვიცი მაგრამ ასაკით დიდი აქვს მამისმინე ჩემო ბიძია შენ ჯონჯოლის საძებნელად რომ მიდიხარ ტყეში ჯონჯოლის გარდა ეძებს ხო რამეს არა ო და ეს რო დევინახე ამის გარდა არავინ არ მომდომია სხვა თები რაშია საქმე ახლა ხო მაგრამ ირაკლი შვილო ორჯერ უფროსია შენზე ორი მე რეიდა ვერ გევი მამა შეხედე თერჯოლელი გალკინია რა ხარ ჰე ახლა გოგო მაშინა ორდი რაღაც ესენ გეიზო ჩუსტები შეიცვი ხერს ნუ იმავშები ნუ მორცხო ძალიან დიდი მადლობა რომ ესეთ ვილად დამხვდით დეიდა მე მეუბნება დეიდაო კაც სამჯერ ჩემიზე უფროსია 3 წლით და დეიდაო დეიდა მეორით აღარ დამიწახო კარგი თქვენი სახელი თამარი კარგი ეს ჩერჩეტია ბავშვია მაგრამ თქვენ მაგ ტვინში რა გიდევთ ერთი გამაგებინეთ რა რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება იცით მე უნივერსიტეტში ვარ ლექტორი თორემ უნივერსიტეტის გარეთ
ისეთი გარაფშუტა ვარ, ზოგჯერ გიჟიც. აი ცოტა ისეთი. და თან სიყვარულმა ხო ასაკი არ იცის? ასაკი არ ვიცი, მაგრამ წნევები იცის. რაღა დაგიმალოთ. რა მაინტერესებს, წეგა რო ამოდით უნივერსიტეტში გავიცანით ერთმანეთი, ანუ თქვენ რა გინდოდათ უნივერსიტეტში რა საქმიანობთ? მე ირაკლის ლექტორი ვარ. ირაკლის ლექტორი. და კაი, თქვენი სამომავლო გეგმები მაინტერესებს, ერთი რა. სამომავლო გეგმებისეთი რა არის, ბიჭო ჩემო? სახლი, კარი, ბოტოქსი, ფილერი. ზავის მანქანა, სიყვარული. მოგზაურობა, დასვენება, რუჯი. ბავშვები. აი მე არა. რას? ბავშვები ჯერ ადრეა. რა არის? დეიდა ადრე, ეხლა უნდა მოვასწროთ 20 წელში იქნები ზევით მიქელასთან. მე რატომ ესაუბრებ? აუ, რა იყო? დეიდა ჩემო. დადი იქით რატომ წევრი? აი 50 წელი დაფერი უნდა ვიცხოვროთ, ზუსტად გაწერილი გვაქვს მე და ჩემთან უნიას და რა თქვი ნახა, დაწევლები და უბედურებები, რა გან. კარგი, ეს შტერია, მაგრამ შენ დეიდა ამ ხელაქალი რამ გაგაგიჟა და რამ გამო გათაყვანა ერთი გამაგებინა ეს ლექტორი ხალი რა. რა გინდოდა ბავშვი ცხოვრობდა თავისთვის? აი მე მიყვარს წიწილის ხორცი. რა მიყვარსო? წიწილის ხორცი მიყვარს. რას ქვია წიწილის? შენ საერთოდ სიყვარული იცი რა არის კაცო? დასაკვირველია ვიცი სიყვარული რაც არის. როგორც დეიდა ანიკო იტყოდა. სიყვარული არის ის ერთადერთი გრძნობა. გრძნობა. ხო. რომელიც ღმერთმა რაიმე შევწუხდი დეიდაო და დეიდა ანიკოს სიტყვები არ ახსოვს ეხლა. დედა მომაშორეთ აქედან ეს ხალი რა. შეიძლება? მობრძანდი? მოდი. ათიანდელი გამარჯობა. გაგიმარჯობა. დედა ჩემა ყავა თუ აქვს გამოგატანოსო? ეხლა ვიცი გოგო, ირაკლი. ირაკლი? ასკენ, დადექიმოთ. რა ვახარ? მოიდედა. რავი, როგორც მკითხულობ ისე. რა იყო, გჭირს რამე? არა, გუშინ არ მოგიწერია. ხო, არ მეცალა და იმავშობოდი იმის იმასთან. თუ ეგრე ამბობ. რომ მეცლი მოგწერ, ზეგ მოგწერ, მეცლებ. აი, დედიკა. ირაკლი გააცილე დედა. გარკათ იყავი, სადაც ახვალ, ავარ წახვალ. ბიძი გააცილე, ბიძი. გააცილე, ირაკლი. დაბლაბა. არა, შემოგვიარე ხშირად. ხეირი გენახოს. ირაკლი მოდი აქ. ო. ამ გოგოსთან მესიჯაო? მესიჯაო, მაგრამ იგი არ არის, რაცა შენ ფიქრობ, შემოთამუნ. ჩემი თამუნია. ვაიმე. გაეკიდე, ბიჭო, ეხა იმას დროზე. იმერზე აბადონდეს, რომ იმათ რაღაცა მოიტეხა. ამის ასაკში რა შეახორცებს იმით. ბიჭო, მიდი დროზე. აბადონდეს, აი. ახალი შექმნილი ოჯახის სტუმრები. მოვედი. რა არის ეს ჩემო სიცოცხლე? რა არის და დღეს რომანტიული საღამო უნდა გაჩუქო. აი შენ როგორც გიყვარს ყველაფერი ისე. სანთლები, შამპანიური, ხო და რაღაცეები კიდე. ხო და მოდი ჩემო ცხოვრება პირდაპირ დავიწყოთ. შენი მეგობრები არიან. ერთი წამით. ეხლა რატომ მოვიდონენ რა უნდა? მოვდივარ. არა, შო ეხლა. ახლა ბოა. ახლა შეუძლებელი არ გემოხლილიო. რაიმე როგორ ხარ? ეს რა არისო?
რა არის? ეს რა არის? ეს პატარა ქარიშხალი ამოვარდა თქვენ სანამ მოხვიდოდით და ეხლა როგორც კი შემოხვედით ეგრევე ჩაცხართ. აი, ეხლა მყავს გარე სადარი ნიავიო, სადაა? ხალხო, ესე შეიძლება. რაც დაქორწინდით, ერთი კვირა არ გამოგიყიათ თავის სახლიდან. არა, როგორ არა, ვიყავით. ხო. მარკეტში ვიყავით ჩასული. მარკეტში. ერთხელ ვიყავით. მარტო ერთხელი ყავთ? არა, ეს ძაღლიც ხო გავასეირნეთ აივანზე. აივანზე ძაღლი გავსეირნეთ. გავიგერო, ეხლა სახში გინდათ ყოფა, მაგრამ მოკვდებით, ხალხო, მოკვდებით. აი რა მაგით კაცი არ მომწარეს. დაშები. თქვენ საიდან აქ? ანა. რა კაცია ეს? არ გიტრები კაცია? რატო გჭირს? რატო კაცია? მანახი აბა. რომანტიკა და აღვირახსნილობა. არა, რა რომანტიკა და აღვირახსნილობა. ვენების პრობლემა მაქვს და ხო, ვენების პრობლემა. კარდიომაგნიტი. აუტყოფი შემომასაღეს. აი მე შენ არისი, ანა ისეთი მორცხვი გოგო იყო. აი მორიდებული, აი ძალიან მორცხვი. ვიზია ბრანაზე? კი მოგონი, ჩვენი ანა იყო ძალიან მორცხვი. ისეთი მორცხვი იყო მარშრუტკაში როჯდებოდა, მძღოლს ვერ ეუბნებოდა გამიჩერეთო. გააყვებოდა ბოლომდე და მე 5 კილომეტრს უკან გამოდიოდა ხოლმე. მე ხავები და ამაზე ამბობ მაგრამ. ეგ რა არის? იცი როგორი მორცხვი იყო? აი თავისუფალი თემა რო ქონდა სკოლაში დასაწერი, ფანტაზიის უნარიც არ ქონდა, ჩემგან იწერდა ხოლმე ისეთი მორიდებული. ვის ანას არ ქონდა ფანტაზიის უნარი? ერთი წამი საკოს ოთახში შუქიენთო? კი? მე ჩაგექრო და იქნებოდა ფანტაზიის უნარი. მოკლედ მე მინდა ეხლა რომ ერთი სადღეგრძელო შევსვა. აბა. ავლია. აუ თამაში მოვიფიქრე. მოდი ახლა შენ სადღეგრძელო დალიე, რამე გრძელი ლექსი მიაბი, მე და ანა ამ დროს გავალთ ეხა უცებ, შენ სანამ სადღეგრძელოს მორჩები, შემოვალ და მე გამოვიცოთ რომელი სადღეგრძელო იყო. სულელე მოიფიქრეს რა. რა უკნა სხვანაირად არ ფიქრობს ტვინის სისხლი ახლა სხვა მიმართულებითაა წასული. მე მოვიფიქრებ რა. მოკლედ აუ ძალიან კი მერიდება რომ გითხრათ, მაგრამ ანუ სანამ მოხვიდოდით, გავდიოდით, ანუ მეც უნდა ჩამეცვა და მივდიოდით, ხო? არა, რა ხელს თუ გიშლით წავალ. არა, ანუ ხელს ეხა თქვენ რაც გაიფიქრეთ, არა, ხელს არ გვიშლით, უბრალოდ სარეცხი მანქანა უნდა ვიყიდოთ. მოიწე გოგო, სარეცხი მანქანა ხო გაქვს? მე არ გაყიდინე. ხო, რა გახსოვს იმ დღესო? ანუ მაცივარი გვაქვს. ხო, მაცივარიც მე არ გამიყოლე, ხო გაქვს მაცივარი? ხო, მაგრამ ისა ფრეონია ჩასამატებელი. კი, ფრეონი გვაქვს და უნდა ვიყიდოთ რა ჩავატოთ მე. აპარებს ეთყობა. შიდა დამატე? ერთი 4-5 ჯერ დღეში. ხო. აი, რა ვიცი, გავალთ რა, ხელს თუ გავვალთ. ხო, გოდიში რა. ანუ ძალიან უხერხულად, მაგრამ ვიქნებით საღამოს სახში. არა. ხვალ გამოდით, ავი თვეში გამოდით. ავი, კარგად, კოცნი ხავთ. აი, ჩვენს, ანუ ძალიან მეწყინა რომ გამოდით, გავაცილებ და კარგად, გამოდით რა. არა, ჩვენ წავალთ, მაგრამ მოკვდებით, ხალხო, მოკვდებით. მაგით ამბობ ადამიანს. ფრეონის შეცვლის დრო არის, იქ ამბობ რაღაცები. უცა ზინი არიან ალბათ და რაღაცა დარჩათ, მიდი. ვინ? აბეკა. ვაი, თქვენ გენაცვალოთ, გენაცვალეთ, თქვენო. ბიჭიო, არიან მანდები, ვიქუნა. გენაცვალეთ. მუხლები მანახეთ. თამარა დეიდა. ნორა ანა. ბეკა გამაცანი, ესენი არიან, ესე იგი, მოიცა გავიხსენო, ბებიაჩემის ბიძაშვილის შვილები. სისხლი და ხორცი. ბავშვობაში ვნახე პირველად და ეხლა დღეს. ჩემ ხილში გაზრდილები. აბა როგორ ავარცო? რა ქარმა გადმოგაგდოთ, როგორ ახართ?
აი რომ მოვდიოდით, ეხლა ესენი როგორც ახალ დაქორწინებულები, მე და თამარამ ვიფიქრეთ, რა ვაჩუქოთ თქო. მინდოდა რომ რაღაცაი სარეცხის მანქანა, ან მაცივარი, მაგრამ არა, გადავიფიქრეთ. იმიტომ რომ ყველა ქართულ აი ესეთ განსაკუთრებულ ოჯახში აი ეს ვეფხისტყაოსანი ყველას უნდა კონდეს. აუცილებლად. ამიტომ იქ დადეშვილო გილოცავ. მადლობა დიდი, ძალიან გაგვეხარდა. ძალიან გაგვეხარდა. ანა, დედა, დამიჯექი, მოდი აქ ჩამომიჯექი. ეს ბინა შენია, ხო, შვილო? ყავა თუ ჩაი? ყავა თუ ჩაი? აბარაქენით შვილო, იწექით უკვე ერთად. ცოტა უხერხული კითხვა ესე ნორადეიდა. რას ლაპარაკობ შვილო, რა არის უხერხული? არა, უხერხული ის არის, მანამდე რო წევხართორე. ეხლა უნდა დაწვეთ, აბა რა უნახავთ, ისე უნდა იყოთ როგორც აი გადაფსკვნილები. გენაცვალეთ, თქვენ გაიხარეთ შვილო, თქვენ დაგლოცავთ. აბა რა ახალგაზრდა, ეხლა გაქვთ უნარი, ეხლა უნდა იყოთ, აი. მე რამდენი თვეში ხარ შვილო? მე რამდენი თვე რის? ანუ ასაკს გულის არა, ვერერი ხალხი საუბარში. მაცადე. ორსულა. ორსულა და არ ვარ. დედა, რატო შვილო, რამე პრობლემაა? აი, ეთქობა დიგლიკანა დადიხარ. არა, ჯერ ერთი კვირა რაღაც. არა, საფრთხეების პრობლემაა ეთქობა. არა, მოიცი ხوار ციცკნის დედიკო ქვენიდან. არ მციცკნის. ეხოზე იყავი, გადა. არაფერი არ. ჯამთელად არის. არა, შვილო, მანდ რაღაცას აიქნება, იმიტომ რომ როგორ ერთი კვირა არის მთელი 1-7 დღე, ხო? ხო. ესე იგი პრობლემაა. მოდი, ნუ გეშინია. მოდი, აი, ატლაპები აქ გადმოვარგენილი. თამარაშვილი უნდა გააჩინოს. აი, ხალო, თამარაშვილი უნდა გააჩინოს. შვილო, ჩაიცვი ცოტა თბილი-ტრუსი კი არ რაღაცა. ანა, მომისმინე. შვილო, მე შენ მოგცემ ჩემი მამაოს ნომერს. ბევრი მყავს გაშვებული. პრობლემა არ გვაქვს, არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ხო, ვაიმე შვილო, პრობლემა თუ არ გვაქვს, მაშინ მიდი, ბაცხეთ, მიდი, მაჩვენოთ რა შეგიძლია. მიდორეთ ბიჭი. არ გიყურებთ, აჰა. გასაგებია, პრობლემა გვაქვს. ხო, არა, თან არა გვაქვს და თან არა ვიცი, აბა. გასაგებია ყველაფერი, მაგრამ გვეუხერხულება თქვენთან მაგ თემაზე საუბარი შემოდეიდებო. ეს ვარდის ფურცლები რატო ყრია ესე რა? შემოდგომა ალბათ და მაგითო ფოტოცვენა და შემოდგომაა ეხლა ვაც. ალბათ რომ ეხლა მომისმინე. ბიჭი თქვით ხო, ბიჭიც გინდათ? ბიჭიც გინდა. მაგრამ შეიძლება არც გამოვიდეს ბიჭი, მაგრამ მე გასწავლით ბიჭი როგორ უნდა გამოვიდეს. შენ გეხება გოგონა. ანა მოусმინე. ანა შვილო. ეს გათახსირებული რომ მოგიწება და დაგიწევს რაღაცა ფათურს. თავიდან ეგრევე კი არ უთხრა რომ კიდე რაღაცა. ცოტა უარი უთხარი, ხელიკარი გადააგდე. ხო ადგება გაბრაზებული და გეცემა და აი მაგ დროს იცის ბიჭი. აი მაგ დროს ეს ემყავს 5 ბიჭი მე თვითონ გავარდნილი. აი, დეტალები აღარ გინდა ახლა კაცო. რა შურები სხვა როგორ ახლა? ასე რა ვიცი. ანა გადმოჭეკით. სტუმრიანობა გვაქვს ძალიან ბევრი. ხო, მოდი. და მაგიტო არ ხარ ორსულა ჩვილო? არა მგონია ფლაქმაგისი ბრალი იყოს. დაჭექი მე გასწავლი ხარ რა უნდა ქნა. ესე იგი, თუ გინდა რომ მალე დაორსულ დედიკო და აყვეს. ამყვეს. ხო, აყვეს. უნდა დაწვე ლოგინში. გაუნძრევლად. გვერდულად. აცადე. დაწვე ლოგინში გაუნძრევლად კუნძივით დედიკო. კუნძივით უნდა იწვე. და უნდა მიუშვა. გააკეთოს თავისი საქმე. აყვება ეგრევე. არ უნდა იაქტიურო ზედმეტად. გაიგე? ხო. მართალია ეხლა რასაც გეუბნება, ეხლა იცის რასაც გეუბნება, იმიტომ რომ ძალიან ისინი არ ხართ ქალები, აქტიურები, ზედახტებით აფკაცებს კაცო და დავანებეთ რა, მიუშვით. პირველი იმან გამოიჩინოს ინიციატივა ეხლა. რა საჭიროა რომ თქვენ ხართ აქტიურები. არ დავია. ანუ ჩემს ქმართან არა, მომისმინე შვილო, ცუდად კი არ გაიგო. თავშეკავე. ანუ ჩემს ქმართან უნდა ვიყო თავშეკავე. მე ნახილო, ქმარიც კაცია. ქმარიც კაცია. ქმარიც კაცია. ხო, აი დრეთა კენა. აბა დავიდე, სულელი ყო. მარტო საფრთხეების კი არა, თუ ისიც პრობლემაა. პრობლემა თქვენ გეკითხა ხა ჩემი სახლია თუ არა. გადიჭკა. ეს იმადია. ვიდა ესა.
დედა სამკურნალოა, ბაცა, გიკურნალებთ მე თქვენ და შენც მიგაყოლებ ახლა შენ საქმეს თუ არ გააკეთებ, გაიგე? რა ვქნა? მე მეკითხები რა ვქნა? ცოტა დამიყვირე კიდე. და დაჯექი ახლა მიდი მან. მიყვარს ბრაზიანი ქალები, ხო? გადაცემის პარტნიორია EcoFlow. დამუხტე ელექტრომოწყობილობები და საოჯახო ტექნიკა სახლში დენის გათიშვისას EcoFlow-ის პორტატული ელექტროსადგურის გამოყენებით.